დანის პოლიციის უფროსი თავად იმყოფება ახლა ხედავს დაპირისპირებაში და იცდილობს რომ გაიყვანოს ტერიტორიიდან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი ნიკა მელია იცდილობს რომ სავარაუდოდ მის დაკავებას გადაყვანას ცდილობენ თუმცა ამის საშუალებას არ აძლევენ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები ირაკლი ნადირაძე გიორგი ბოტკოველი ხედავთ რომ იმყოფებიან ასევე ამ ტერიტორიაზე ნუზა ციკლაური საკრებულოს წევრი დეპუტატები იმყოფებიან ადგილზე ასევე სამართალდამცველები ცდილობენ ნიკა მელიას უშუალოდ ნიკა მელიას გაყვანას ბაჩოდოლიძის შემდეგ სავარაუდოდ მელია იქნება შემდეგი რომელსაც დაადებენ ალბათ ხელბორტელებს და გადაიყვანენ პოლიციის განყოფილებაში ხედავთ რომ ხელჩართულ ჩხუბში თავად უშუალოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობენ გლდანის განყოფილების თითქმის ყველა სამართალდამცავია ადგილზე მობილიზებული ისინი არიან ის ადამიანები რომლებიც ცოტა ხნის წინ დაახლოებით 5 წუთის წინ თავად დაუპირისპირდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ბაჩოდოლიძესა და პოლიციის უფროს შორის დაიწყო შელაპარაკება თავდაპირველად ის შემდგომაც უკვე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გადავიდნენ თავდასხმაზე სიხილად ჩვენმა მაყურებელმა ამის ამსახველი კადრები იხილა ჩვენმა მაყურებელმა ხედავთ რომ სამართალდამცველები ცდილობენ თუმცა ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები ნიკა მელიას დაკავების მცდელობას ხედავს ჩვენი მაყურებელი კადრში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება ეს სცენარი თუმცა ხედავს ალბათ მაყურებელი რომ ვერ ახერხებენ ნიკა იმის მაგერად კანონიერი ქურდები დააკავეს კრიმინალები 2000 წელს იგივე ხალხმა იარაღის ტრიალოს დარბიეს უბნები იგივე ხალხი ნიკა ნიკა რას გეტყვი ხედავს მაყურებელი ხედავს კადრში სამართალდამცველები ცდილობენ რომ გაიყვანოს ტერიტორიიდან ნიკა მელია ის საშუალებასაც არ აძლევს თავად და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები არ აძლევენ სამართალდამცველებს მისი დაკავების შესაძლებლობას ახლა უკვე 7 წუთია ჩვენ მოყოლები უყურებს განვითარებულ მოვლენებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გამოისდნენ რომელიც სავარაუდოდ ადგილზე გამოიძახეს დამხმარე ძალად ხო შემოფერეთ შემოგანსაგვარად კადრში გაჩვენოთ აქ არსებული ვითარება როგორც ჩანს შეიძლება სამინისტრო გამარჯვების ძალები გამოიძახა ტერიტორიაზე მას შემდეგ რაც ხედავთ რომ გაკავთ ნიკა მელია ტერიტორიიდან სავარაუდოდ ჩასვამენ უკვე ავტომობილში თუ ეს მოახერხა კრიმინალურმა პოლიციამ საპატრულო ეკიპაჟების დახმარებით ცდილობენ კრიმინალური პოლიციის დანის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ნიკა მელიას დაკავებას მის ავტომობილში ჩასმას ასაც ვერ ახერხებენ ბოლო 10 წუთის განმავლობაში ქურდები დაიჭირო კრიმინალები დაიჭირო აი არანაირი დასწავლება ამაცადე ხედავთ რომ გაყავთ ტერიტორიიდან უკვე ნიკა მელია პარალელურად ასე ვგეტყვით იმასაც რომ გრძელდება სხვა პირების დაკავებები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები Ara.
უკეთ როგორც ხედავთ ძალიან ძიმე ვითარება არის გლდანში ამ წუთებში, სადაც მიმდინარეობს უკვე ოპერაცია ნიკა მელიას დასაკავებლად. პოლიციელები რამდენიმე წუთია ცდილობენ რომ ნიკა მელია გადაიყვანონ ისეთ ადგილას, სადაც შეძლებენ რომ ის მანქანაში ჩასვან უკვე და წაიყვანონ უშუალოდ თავდასხმის ადგილიდან. ეს დაპირისპირება ნიკა მელიასა და პოლიციელებს შორის დაახლოებით 5-6 წუთია უკვე აქტიურად მიმდინარეობს და თქვენ ახლა კადრში ხედავთ თუ რამდენი პოლიციელი ცდილობს ერთდროულად ნიკა მელიას გაყვანას და მის მანქანაში ჩასმას. ადგილზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერი პრაქტიკულად და შესაბამისად როგორც თქვენ ნახეთ უკვე დაკავებულია ბაჩო დოლიძე, ის წაიყვანეს მანქანით დაკავების იზოლატორში და ახლა მიმდინარეობს ნიკა მელიას გაყვანის ოპერაცია. მე შეგახსენებთ რომ ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატზე ირაკლი ეძგვერაძეზე მოხდა თავდასხმა გლდანში. მას შემდეგ პარტიის ლიდერები მივიდნენ ადგილზე და გააპროტესტეს ეს თავდასხმა და ახლა ხედავთ რომ პოლიციას უკვე ნიკა მელია მიყავს შემთხვევის ადგილიდან. არა და ირაკლი რას გამარტავებ რატომ გაკავებებ ხომ გითხარით ხათასაც აკეთებ რა განსხვავება ხა ამათ შორისა და კრიმინალებს შორის განმარტეს მიზეზი რის გამო გაკავებთ რა დაარქო არა უბრალოდ ჩიჩონ თუ განმარტავთ ხო შეიძლება კანონიერი ქურდები დაიჭირე რომელი მუხლის საფუძველზე 2020-ში რაც გდანში იკადრეს რა რეაგირება მოახდინა რომელი მუხლის საფუძველზე აკავებთ შეგიძლიათ გამიგო აი რა მუხლე რატომ იცი გადაყავ ხელი თუ გადაიყავთ გაყოფილებაში სისხლის სამართლის მუხლი თუ ადმინისტრაცია სულები დაიჭირე ოთა უხერხულია გადაგორის გვერდზე მაგრით რატო ფეხით გადაყავთ განყოფილებაში უკაცრავად სამართალ დამცავებზადებით უხერხული ადამიანს აკავებ და არ იცით რა მუხლით აკავ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის აი მესე შელოდები და მესე რეკავ აბა სანდრეკავ ჩემი გაჭირება მაცადე რა გაჭირება რომ რეკავ გააცნობიერო გაჭირება რა გაშვირობა და საფური ამათ ხელში როგორი ანუ ავტომობილი არ ხავთ გადაგორთავ ხედავს ალბათ მაყურებელი კადრში რომ პოლიცია სრულ გაურკვევლობაშია საწაიყვანოს დაკავებული უყვირი ხარ რატომ უნდა იყირო შენ უყვირი ხარ სიტუაცია მოდასაიკა შენ რა მოდი აქ აყურებელი ალბათ კადრში ხედავს აქ განვითარებულ მოვლენებს სამართალ დამცველებს ავტომობილის კი არ ყავთ რომ დაკავებული გადაიყვანო იკამელია აჩელა ჟურნალისტები გაიყვანეს Why?